კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ჩვენს არასწორ ლოზუნგებს და როგორც შედეგი ზოგადად არასწორ პროცესის არასწორად წაყვანას და ამის გამო საბოლოოდ შედეგის ვერ მიღებას. თავიდანვე, როდესაც გაჩნდა ეს ტერმინი პროდასავლური პროტესტები თუ პროევროპული პროტესტები, მქონდა რაღაცა ძალიან ცუდი შეგრძნება, რომ რაღაცა იმიტომ არ ვდგავართ ჩვენ იქ და იმიტომ არ ვებრძვით ხიხოს, რომ პროდასავლურები ვართ. იმიტომ ვებრძვით, რომ ანტირუსები, დასავლეთი საერთოდ რო არ არსებობდეს, ანტირუსები მაინც ვართ და მაინც ყოველთვის ვიქნებით. ევროკავშირი, რომელშიც ახლა მივისწრაფით, რომც არ არსებობდეს, ეს ევროკავშირი გაჩნდა ძალიან ცოტა ხნის წინ. მანამდე არ არსებობდა. და დღესაც რო არ არსებობდეს, მაინც ანტირუსები ვიქნებით. და კოცები რო ისე გაჩენილიყვნენ, რომ ევროკავშირი არ იქნებოდა და ჩვენი მისწრაფებები არ გვექნებოდა ამ ევროკავშირში, ანტიკოცები მაინც ვიქნებოდით. ირანში რაც ხდება ახლა, უკვე რომ წინა ვიდეოში ავღნიშნე, რომ იმიტომ გამოსდით ჯანყი, რომ ჩამოყალიბდნენ რა არ უნდათ, გარდა იმისა, რომ ჩამოყალიბდნენ რა არ უნდათ, ჩამოყალიბდნენ იმაზე რა უნდათ და ძალიან ზუსტად ამბობენ, რომ ეს ბოლო ბრძოლაა და შახი ბრუნდება. და თავის თავს არ ეძახიან პროტესტანტებს, ბრაზდებიან და გვეუბნებიან და მოგმართავენ ჩვენ და გთხოვენ, რომ პროტესტანტებს ნუ გვეძახითო, ეს პროტესტი არ არისო, ეს არისო აჯანყება. ეს ერთი. და მეორე ანტიისლამისტებს ეძახიან თავის თავს. ანუ ისინიც ხო იმისკენ მიისწრაფიან რისკენაც ჩვენ, დემოკრატიისკენ, დასავლური ტიპის დემოკრატიისკენ, რაც ჰქონდათ მიუხედავად იმისა, რომ მონარქია ჰქონდათ, კონსტიტუციური მონარქია, მაინც დემოკრატია იმასთან შედარებით, რა ჯოჯოხეთიც დღეს ხდება. დასავლური კულტურული იერსახე ჰქონდა ერს, დასავლურად ჩაცმულები დადიოდნენ, ანუ არ ეცვათ ის რაღაცა შავი ჯანდაბები. და არ ეძახიან თავის თავს პროდასავლელებს, ეძახიან ანტიისლამისტებს. ჩვენ პროტესტსაც, რომელიც ვერანაირად უკვე მე რამდენი წელი აგრძელდება და ჯანყში ვერ გადაიზარდა, პრო არ უნდა ერქვას, უნდა ერქვას ანტი. და როგორც შალვა ნათელაშვილთან საუბარში ვთქვი, რომ ანტი რო ერქვას, იქ ვერ შემოვიდოდა სალომე და ვერ მოაჯდებოდა. ვერ შემოვიდოდა დროა, ვერ შემოვიდოდა ჩერგოლეიშვილი, იმიტომ რომ იმას, რასაც ანტირუსული ქვია, სალომე ვერ დადგება იქ, ანუ ადამიანი, რომელსაც წიგნი აქვს დაწერილი, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვერ დადგება ანტირუსulis შეკრებასთან. ან ანტი ქართული ოცნება რო დავირქვათ, იქაც ვერ დადგება. ანუ ეს ორმაგი თამაშის მოთამაშე ადამიანები, იმათ თავიანთი ჯერ ერთი ზოგადად ამ ყველაფრის კურატორი ვინც არის და ვისთვისაც აქვთ ცალი ფეხი და ცალი ნახევარსხეული მიყიდული, ისინი არ მისცემენ საშუალებას, რომ იქ დადგნენ, სადაც ანტი მათი სახელია. ბიძინა თავის მოსყიდულებს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ანტი ბიძინა მოძრაობაში იყვნენ. როდესაც ირქმევ პროდასავლურს, მტერი გეუბნება, რომ კი, ან მტერი, ან ის, ვინც მეგობრად გაჩვენებს თავს და მე ბოლო მომენტში გღალატობს. იგივე სალომე ზურაბიშვილი, იგივე რომელიც მე დარბოდა და სანქციები დასავლეთში იმისთვის დადიოდა, რომ სანქციებს ნუადებთ კოცების ბიზნესმენებს, იმიტომ რომ ეს ბიზნესს აზიანებს, ეკონომიკა ზიანდება, ტრალალალალა. ანუ აი ასეთი ადამიანი ვერ დადგებოდა თვითონ
ის სივრცე, რომელსაც ემსახურება რეალურად, ის სივრცე არ მისცემდა საშუალებას, რომ ჩვენთან დამდგარიყო, ჩვენ თუ დავირქმევდით ანტიქართულ ოცნება მოძრაობას. როდესაც ამბობ, რომ ცეცხლი ოლიგარქია პასუხობს, რომ კი, რა თქმა უნდა, მეც დეოლიგარქიზაცია მინდა. რამდენჯერ უთქვამს ბიძინა სპიკერებს, რომ დეოლიგარქიზაცია მათ ჩატარებული აქვთ უკვე. რომ ოლიგარქი კეზერაშვილია და კეზერაშვილს ებრძვიან. რომ ოლიგარქი ხაზარაძეა და ხაზარაძეს ებრძვიან. რომ ოლიგარქი მიხეილ სააკაშვილი იყო და დეოლიგარქიზაცია უკვე ჩაატარეს, იმიტომ რომ სააკაშვილი ციხეში იზის. როდესაც ეუბნები, რომ პროდასავლური ხარ, მეც პროდასავლური ვარო გეუბნება. ოღონდ მე ისეთი დასავლეთი კი არ მინდა, რომელიც ცალფეხზე მაყენებს. მე მინდა დასავლეთში როგორ გამართულად კი რა სიტყვა აქვთ? დამავწყდა რა სიტყვას იძახიან. ღირსებით დასავლეთისკენ. ანუ მეც მინდა დასავლეთი, მაგრამ მე ღირსებით მინდა. ანუ აქაც გატყუებს. როდესაც იძახი, რომ შენ ანტიკორუფციული ხარ. ის გეუბნება, რა თქმა უნდა, მეც ანტიკორუფციული ვარ, აგერ ღარიბაშვილს ვიჭერ კორუფციაზე, ლილუაშვილს ვიჭერ კორუფციაზე, მალე კალაძეს დავიჭერ კორუფციაზე, მეც ანტიკორუფციული ვარ. როდესაც ეუბნები, რომ ის გაჭირვება, ეს გაჭირვება, ფასები, ამიტომ ამას ვებრძვი, მაღალ ფასებს ვებრძვი, მეც ვებრძვი მაღალ ფასებს გეტყვი, აგერ კომისია შევქმენი, რომ მაღალი ფასები რატოა გამოვიძიო. ანუ ყველაფერში მოგედავება და ყველაფერში გეტყვის, რომ მოგატყუებს, რომ მეც ასე მინდა, მეც შენთან ვარ. ერთადერთი ვერ შემოგედავება თუ იტყვი, რომ ანტიქართული ოცნება ხარ. ჩვენი პროტესტი, ჯერ კიდევ პროტესტი და ეს პროტესტი უკვე ყელში ამოსული. არა ჩეჩქლი ოლიგარქიაში უნდა იყოს ანტიქართული ოცნება და ანტირუსული პროტესტი უნდა იყოს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა რო აქვს ისიც გვიდასტურებს, რომ აი ამ ორაზროვნობის უკაცრავად და ორტრაკობის რაღაცა ორმაგი თუ სამმაგი თამაშების თან გვინდა თან ბოლომდე ვერ ვბედავთ, აი ამის გამო ვერ ვდებთ ვერანაირ შედეგს. ხალხი იღუპება უკვე 2000-ზე ავიდა დახოცილების რაოდენობა და ჩვენთან აქ ოპოზიციად წოდებული არსებები იმას კიოდენ, რომ რას ქვიაო თქვენ რევოლუცია როგორ გინდათო, ის როგორ თარიღს როგორ ნიშნავთო, წინასწარ როგორ ამბობთო რა გინდათო. ხალხი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ რეჟიმი უნდა მოიშოროს, ამბობს პირდაპირ, ეს ბოლო ბრძოლაა. უკან არ ვიხებთ. არ ამბობენ, რომ ხო დღეს თუ არ გამოგვივიდა, ხვალ გამოგვივა, ხვალ თუ არ გამოგვივა, ზე გამოგვივა, მუდმივი უწყვეტი პროტესტი გვექნება, ეს მუდმივი უწყვეტი პროტესტი უკვე სამი კაცი რო დარჩა და ტროტუარზე დგომის საშუალებასაც რო არ გაძლევენ, არა უშავს. დღეს ტროტუარზე დგახარ და იმაზე გაჯარიმებენ, ხვალ სახლიდან გამოშვებას დაგაჯარიმებენ. ზეგ რო ისუნთქე იმაზე დაგაჯარიმებენ. იმის ზეგ მერე დაგაჯარიმებენ იმაზე, რომ ტელეფონი გაქვს და რაღაცის გადაღება შეგიძლია და რაღაცა პოსტის დადება შეგიძლია. და ამ დროს იძახი, რომ მე არ მინდა რადიკალური ბრძოლა, მე მზად ვარ მუდმივად 1000 დღე ვიდგე რუსთაველზე და ჩემი დგომით და ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს სასწავლი იმ ხალხისგან, ვინც ახლა ირანში იბრძვის, გარდა ერთი რაღაცისა. იმათ ამ კონდიციამდე მისასვლელად 47 წელი დაჭირდა. ჩვენ 13 წელია უკვე ამ ქაგში ვიხარშებით და 47-მდე რამდენი დარჩა? კიდე 24? არა, 34. კიდე 34 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ, რომ რა გვინდა და რა უნდა გავაკეთოთ?
მე არ მჭირდება ამდენი წელი 34 წელი არ მჭირდება არა და რევოლუციისთვის ჯერ კიდე 2019-ში ვიყავ იმზად მალე 7 წელი გავა და რევოლუცია ჯერ კიდე არ არის საზოგადოება არ არის მომწიფებული რევოლუციისთვის და რეალური ჯანყისთვის და ჩვენ თავს პლოდაშავლელებს ვეჯაქით და ჩეჩქლი ოლიგარქია და არ იქნება შემალთალი ძალიან სირცხვილი აი ძალიან და ნათელაშვილმა რო თქვა რომ ეს ყველაფერი აი ახლა მეგობარი აქტის ხელმოწერის რაღაცა უკვე ეტაპებამდე რომ მივდივარ და უკვე რო ცოტა დარჩა იქამდე რომ ეს ყველაფერი მიიღოს და რომ პრეზიდენტმა ამერიკაში მოაწეროს ხელი და რაღაცა რომ ეს იმან დააჩქარა რომ ქუჩაში პროტესტია არ არის ასე ну ისედაც ახლა რაღაცაზე ოდნავ მაინც რაღაცაზე რო არ დავეთანხმე ეგრევე აფეთქდა ბატონი შალვა და ანუ ხშირად რო გამომეხატა უთანხმოება ალბათ საერთოდ ის ჩაწერა ვეღარ მოხდებოდა პირველივე 5 წუთში აფეთქებოდა და იტყოდა რომ აღარ უნდა ჩაწერა და რომ ნანობს რომ დამეთანხმა მაგრამ ამას არ დაუჩქარებია პროცესები არანაირად პროცესები დააჩქარა ტრამპის მოსვლამ ტრამპის ადმინისტრაციამ მაგრამ მე მგონი შალვა ნათელაშვილი ანტიტრამპისტია ანუ ყოველ შემთხვევაში ანუ ვერ აცნობიერებს იმას თან ამბობს რომ ტირანების და დიქტატორების დამხობის დრო მოვიდაო და თან არ აღიარებს იმას რომ ეს დრო კი არ მოვიდა ეს დრო ტრამპმა მოიტანა და ტრამპი აკეთებს ამას და ტრამპის გარდა ამას არავინ არ გააკეთებდა სენატორები და ვიღაცები და კონგრესმენები იგივე არიან ვინც ბაიდენის დროს იყო ვინც 15 წლის წინ იყო ვინც ობამას დროს იყო და რა რამეს აკეთებდნენ სწორს გარდა იმისა რომ რუსეთს და ირანს ეხმარებოდნენ რა გაუკეთებიათ და ის რომ ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და მსოფლიო რადიკალურად სწორად დაიწყო მოქცევა და სწორი პოლიტიკური პროცესები წავიდა ამას ერთი კონკრეტული ადამიანი აკეთებს ძლიერი ადმინისტრაცია ამ ადამიანს და ძლიერი გუნდი იმიტომ ყავს რომ ამ ძლიერი გუნდის ლიდერი თვითონ არის როგორც ჩვენთან იყო მიშა მოშორდა და ყველა ის ადამიანი ვინც მიშას გუნდად ითვლებოდა და ვინც მიშას დროს ძალიან მაგარ საქმეებს აკეთებდა არ არსებობენ და ვერაფერს ვერ აკეთებენ რატო? იმიტომ რომ ლიდერი არ ყავთ იგივე ამერიკაში მთელი ეს ამერიკელი სენატორები და ვიღაცები რომლებიც ახლა მაგრები არიან მაგრები მხოლოდ იმიტომ არიან რომ ტრამპის შექმნილი სივრცე და შექმნილი პოლიტიკური ნების არსებობა აძლევს მათ საშუალებას რომ მაგრები იყვნენ პოლიტიკური ნების გარეშე ლიდერის პოლიტიკური ნების გარეშე შენი მაგრობა არაფერს არ ნიშნავს ნოლი ხარ შენი პოტენციალი პოლიტიკური მხოლოდ მაშინ ვლინდება და მაშინ გაქვს საშუალება მისი რეალიზების როდესაც შენი ლიდერი ქმნის ამისთვის საჭირო პლატფორმას საჭირო სივრცეს საჭირო პოლიტიკურ მოცემულობას და თან როდესაც ბატონი ჩალვა ხო ძალიან დიდი ხანია პოლიტიკოსია რამდენ მინიმუმ 40 წელი იქნება სავარაუდოდ შეიძლება ოდნავ ნაკლები შეიძლება 35 მაგრამ მაინც ბევრია როდესაც შენ ამდენი წელი უყურებ მსოფლიოს ამდენი წელი ანტირუსი ხარ ამდენი წელი გინდა რომ რუსეთი დამარცხდეს ხედავ რომ დიდად არავინ არ იწუხებს თავს ამისთვის რეიგანის მერე და პირველად მოვიდა პრეზიდენტი რომელიც რეიგანს ჯობია ტრამპი უკვე 1 წლის განმავლობაში ბევრ რაღაცაში აჯობა რეიგანს და შემდეგ 3 წლის განმავლობაში კიდე უფრო მეტს დადებს არ გაქვს არ ვიცი მე იმის
საშუალება თუ მორალური უფლება რომ ეს არ დაინახო და ნუ რატომ არ უნდა რომ დაინახოს ოკეი ალბათ ამის დანახვაში მემარცხენეობა უშლის ხელს და როგორც მემარცხენე ძალიან წინააღმდეგია ზოგადად ტრამპის არსებობის და ამიტომ ეს მოცემულობა მას უშლის ხელს დაინახოს რეალობა მიმედი მაქვს რომ როდისმე ჩამოვყალიბდებით დრო ეს არ გაგრძელდებამდე იმიტომ ჩვენ ანუ იმის იმედი კი არა მაქვს რომ აქ დადგება როდისმე ეს დრო იმიტომ მაქვს ამის იმედი რომ გარე ძალები რაღაცნაირად ისეთ ზეწოლას და ისეთ მოქმედებას განახორციელებენ ჩვენს რეჟიმზე რომ მერე ჩვენ ეს მოგცემს ძალას რომ რეალურად და ნამდვილად ავჯანყდეთ და არა ისე უტრაკოდ როგორც აქამდე 2019 წელიდან დავბოდიალობთ ამ უნაყოფო რუსთაველის ბოდიალით მომავალ შეხვედრამდე ჩვენ ყველა შემთხვევაში გავემარჯვებთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ისეთი ჩვენში რაც ძალიან სასურველია რომ არ ხდებოდეს და ძალიან სასურველია რომ უფრო მაგრები ვიყოთ, უფრო ძლიერები ვიყოთ, უფრო ჭკვიანები ვიყოთ, რომ არ იყოს ისე რომ რაღაც ყველამ გვაჯობა, მაგრამ მაინც გავიმარჯვებთ. რუსეთი არ დარჩება შავ ზღვაზე.